თავისუფალი გაგოთმისთვის შენ შევარჩიეთ პროექტი სენატზე გასაცვლებული სურათები. აი ამ პროექტის მიხედვით ჩვენ უნდა შევარჩიეთ, უნდა შეგვარჩიეთ ფერწერულ მომენტში ფერწერულ ტილო და აი ამ ტილოს დამტილის შემდეგ ჩვენ ამას განვასახიერებთ სენატზე. პირველ გაკვეთილად ჩვენ შევარჩიეთ მიხაის ჭის ფერწერული ტილო, რომელსაც დასურათებული აქვს შეფარდუსავლის რეპრის კაუსანი და იქიდან რამოდენიმე ეპიზოდი ავარჩიეთ, ხო? დღეს კი არა, უფრო სწორად მეორე გაკვეთილზე განვიხილეთ თინათინის გამეფება იყო ერთ-ერთი ეპიზოდი და არ იყო ეს თქვენთვის ეს თემა უცნობი, რადგანაც ნასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომ არაბეთის მეფეზე როსტევანს არ ყავდა ძე და ერთადერთ ასულს თინათინს აბარებს თავის ტახტს, ხო? მესამე გაკვეთილზე ჩვენ უნდა განვიხილოთ რომელი ეპოქაა მასზე წარმოდგენილი, მაგრამ მანამდე ვისაუბროთ ბავშვებო, ვინ იყო მიხაი ზიჩი. ანუ საიდან მოვიდა ეს ადამიანი, ქართველი იყო, გერმანელი იყო, უნგრელი იყო თუ ვინ? ის იყო უნგრელი მე-19 საუკუნეში მოღვაწე უნგრელი მხატვარი, რომელიც მათე ჩამოვიდა, რომელიც წელს საქართველოში 1891 წელს ჩამოვიდა ბავშვებო თბილისში და მან აი ამ ჩვენთან ყოფნის პერიოდში მოასწრო ვეფხისტყაოსნის რამდენი სურათის გაკეთება 34 სურათის გაკეთება, ხო? ანუ გააკეთა შექმნა 34 სურათის შექმნა ბავშვებო ვეფხისტყაოსნიდან თბილისში. დიახ, თბილისში ყოფნის დროს, რომელიც 1891 წელს. ახლა ჩვენ უნდა განვიხილოთ რა მაგეთ. დღეს უნდა განვიხილოთ რომელი ეპოქაა მასში წარმოდგენილი. თინათინის გამეფებაში რომელი ეპოქაა ბავშვებო? ანუ რომელი ეპოქაში დაიწერა ვეფხისტყაოსანი? მე-12 საუკუნეში დაიწერა ვეფხისტყაოსანი. და რა თქმა უნდა ვეფხისტყაოსანში აღწერილია მე-12 საუკუნის ეპოქა. მოკლედ განვიხილოთ მე-12 საუკუნის ეპოქა. მათე მოცემულ თუნდაც რომელი ეპოქაა წარმოდგენილი, ამას უნდა ვიმჯეროთ მესამე გაკვეთილზე. დღეს ჩვენ გაკვეთილში, ხო? ახლა მაგას მოსწავლეებმა გაიცნეს ისტორიისა და ქართული ენის გაკვეთილზე ნასწავლი მასალა და კაფეური მასალა და შთამბეჭდავად აღწერეს და განვიხილეთ მე-12 საუკუნის ეპოქა. აღარლები გაავლეს ქართული ისტორია. ანუ პარალელს ვავლებ ბავშვებო ჩვენ ისტორიულ სინამდვილესა და დაჯექი მათე ანალიზს. ისტორიული სინამდვილე რა იყო, რომ მე-12 საუკუნეში საქართველოში მეფობდა ვინ? თამარი მეფის პროტოტიპი იყო თინათინი, ხო? ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პერსონაჟი თინათინი პროტოტიპია თამარ მეფისა, ანუ ერთ-ერთი მთავარი სახე, ხო? და შეიძლება ჩვენ პარალელი გავავლოთ ისტორიულ სინამდვილესა და არაბეთში მომხდარ ამბებს შორის, რომ საქართველოში იგივე სიტუაცია დიახ, იგივე შემთხვევა იყო, როგორც მაშინ არაბეთში, როგორც აღწერა შეთავაზებელმა, არა? და აი ამ პარალელის გავნება შეგვიძლია. კიდევ როგორ შეიძლება აღწეროთ მე-12 საუკუნე? ლუკა. როგორი ეპოქა საქართველოს ხანაში? არის თუ არა? მას რა თქმა უნდა, ოქროს ხანა იყო, მას თამარიზოს ოქროს ხანა იყო, მას ეპოქაში მას. აგერ საკუთარი გადაკეთებული იყო საქართველოში. დიახ. და კიდევ შეკითხე გაასაკუთრე რომ თამარი კარგი მეფე იყო, ის მას გაცემდა ბახტანის ოქროს მას ძალაუფლება ჰქონდა მას. ის მას ხალხს ეხმარებოდა მას ყველანაირად. გარეშედებს აი შაქორისა და ბასიანის ბზოლაში ჩანს მას ეს გამოკვეთილია მას ეს ნაწილი მას.